პირველად გოდერძის სათხილამურო ტრასაზე საქართველოს თასის ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრებაში 60 სპორტსმენი მონაწილეობდა. მოთხილამურეები 3 ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ. დღეს ტურნირი სპეციალურ სლალომში ჩატარდა და გამარჯვებულებიც დღესვე დაჯილდოვდნენ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში ამბობენ, რომ კურორტის მდებარეობა და ინფრასტრუქტურა პროფესიული სათხილამურო სპორტის სახეობებში ტურნირების უკეთ ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. აქ ორი სახის საბაგირო ფუნქციონირებს გონდოლას და ბაბლის ტიპის ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრი. გოდერძის სათხილამურო ტრასა საქართველოს თასის მესამე ეტაპს 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ჩემთვის დღევანდელი დღე არის სრულიად განსაკუთრებული, იმიტომ რომ მე როცა 5 წლის წინ აქ პირველად ჩამოვედი და დავსრიალდი, მე ოცნებაშიც არ მექნებოდა ის, რომ აქ ჩატარდებოდა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპი. ჩატარდა კი არა, მესამე ეტაპიც ჩატარდა, არ ვიცი, ვერც ვიტყვის, სიტყვები არ მყოფნის, როგორ კარგად წარმატებულად. კონკურენცია ძალიან დიდი იყო, ანუ არიან ბავშვები ძალიან კარგები, არიან მომზადებულები და რავი, ყველა სპორტსმენი ვინც გამოდიოდა დღევანდელ ჩემპიონატში, ყველასთვის მე მგონი გამარჯვება, მაგრამ ზოგი ვერ გამოვიდა ძალიან კარგად, ზოგს არ გაუმართლა, ზოგს კიდე გაუმართლა, ძალიან კარგად იყო მომზადებული. ეს კურორტების განვითარების კომპანიის ხარდაჭერი და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს მესამე ეტაპი კურორტ გოდერძიზე. პირველივე სეზონზე პირველი ჩემპიონატია, მოვლაში ზიგეგმება ამ სახის ჩემპიონატების ჩატარება კურორტზე, რათა მოხდეს მეტი პოპულარიზაცია სათხილამურო სპორტის რეგიონში, მეტი ხალხი მოვწავლოთ თხილამურით.